რუსული და ჩინური ონლაინ ვაჭრობის პლატფორმები ქართულ ბაზარზე მზარდ პოპულარობას ინარჩუნებენ. ჩინური ტემო, რუსული ოზონი და Wildberries ადგილობრივ მომხმარებელს დაბალ ფასებს და გამოწერის გამარტივებულ პროცედურებს თავაზობს, რასაც ადგილობრივი კომპანიები კონკურენციას ვერ უწევენ. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არაჯანსაღი კონკურენტული გარემო მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს ადრე თუ გვიან ბაზრიდან გააკრობს. ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ პლატფორმების, უცხოური ონლაინ პლატფორმების წილი არის გაზრდილი. უბრალოდ ჯერ სამწუხაროდ საბედნიეროდ არ აკეთებენ ესეთ რეკლამებს, ანუ არ ხმაურობენ, ასე ვთქვათ, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად ძალიან ცუდია. ერთ-ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია კონკურენციის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ აქ არის საუბარი არაჯანსაღ კონკურენციაზე. ანუ მაგალითად მიდიან და პირდაპირ ქეშს აძლევენ დაუშვათ იმეებს, რა ქვია, თვითონ მერჩანტებს. გამოსავალი არის სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და რა კურსი აქვს სახელმწიფო საერთოდ რა უნდა ეს განსაზღვროს და ხაზგასმით უნდა თქვას, რომ უნდა რომ ადგილობრივი ბიზნესი განვითარდეს თუ პირიქით ხელს უწყობს სხვა ქვეყნის ბიზნესების განვითარებას. ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ჩინური და რუსული კომპანიები ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული სერვისების ათვისებას ადვილად ახერხებენ. ხსნიან საწყობებს, ამუშავებენ პერსონალურ დისტრიბუციას და ლევან მოლაშვილის თქმით, ამით კონკურენტულ უპირატესობასაც ადვილად მოიპოვებენ. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მცირე მეწარმეებს, რომლებიც აქამდე ონლაინ ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, ისეთ პროდუქტებზე მოუწევთ გადართვა, რომლის გამოწერაც რუსული თუ ჩინური ვაჭრობის არხებით შესაძლებელი არ არის. Wildberries ნაწილსა და ოზონის ნაწილში თვითონ სადისტრიბუციო ქსელის გაკეთებაც კი ხდება საქართველოში. ანუ ხდება სპეციალური ობიექტების აღება, სადაც საწყობდება რუსული პროდუქცია და იქიდან მოხდება მთელ საქართველოში მიწოდება. ჩემით უბრალოდ საქართველოს უნდა დაიკავოს გარკვეული ნიშა. ისეთი ნიშა, სადაც ის იქნება ყველაზე ძლიერი შედარები და გააკეთებს ოპერირებას ბაზარზე. თუმცა ისეთი წარმოებლები, ისეთი სპეციალისტები, რომლებიც დაინტერესებული არიან პროდუქციის იმპორტით ჩინეთიდან თუ რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან, მათთვის რა თქმა უნდა ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის და ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ სავარაუდოდ უფრო გაბარიტულ ტვირთებზე გადასვლა, ანუ ისეთ ტვირთებზე, რომელიც როგორც წესი ტემუს, Wildberries და სხვა მსგავსი აპლიკაციების ინტერესში არ შედის და შეუძლიათ რომ ეს უკვე დიდი ნიშა დაიკავონ შედარებით ბაზარზე. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი თვლის, რომ პროცესებში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. მათი შეფასებით უნდა მოხდეს პროდუქციის შემოწმება, ისე როგორც იმპორტიორობის შემთხვევაში ხდება, რადგან ჩინური თუ რუსული ონლაინ პლატფორმების მეშვეობით გამოწერილი პროდუქციის ხარისხი კითხვის ნიშნებს აჩენს. ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ თუ შესაბამისი ზომების მიღება არ მოხდება, რუსულმა და ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა ქართული e-commerce-ის დიდი ნაწილი შეიძლება ჩაღლაბოს. მაგალითად ადგილზე რო ხდებოდეს მსგავსი დემპინგური გარემოება, ხო შესაძლებელია რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართოთ მაგალითად და ადგილობრივად რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს ამ ორგანომ, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში აი აქ სრულად დაუცველია ქართული ბიზნესი და შესაბამისად ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენები იქონიოს, კიდევ უფრო ნეგატიური გავლენები იქონიოს მომავალში. ფაქტობრივად მალე შეიძლება დიდი ნაწილი ელექტრონული კომერციის, ქართული ელექტრონული კომერციის უბრალოდ ჩაღლაბოს და ძალიან ბევრი ონლაინ მაღაზია დაიხუროს, რამაც შესაბამისად შესაძლოა რომ უამრავი ადამიანი სამუშაოს გარეშე დატოვოს იმპორტიორ კომპანიებს, ხო? ანუ აქვს ძალიან ბევრი რეგულაცია, სანამ პროდუქტს შემოიტანენ საქართველოში. აი ამ ონლაინ მაღაზიებს მაგალითად, ხო, რომლებიც ოპერირებენ ქართულ სივრცეში, არავინ არ ამოწმებს, ანუ მათი პროდუქციის ხარისხი არავინ არ ვიცით. ონლაინ ვაჭრობაში უცხოური კომპანიების წილის ზრდასთან ერთად მატულობს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. ექსპერტები ამბობენ, რომ სავაჭრო ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა საბანკო ანგარიშები და საცხოვრებელი მისამართები მარტივად ხელმისაწვდომი ხდება, რაც კიბერკრიმინალისთვის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ფასდაუდებელი მასალაა. რისკები კი განსაკუთრებით რუსული წარმომავლობის აპლიკაციებიდან მოდის.